გამარჯობათ. მოვისმინე ისლამის ერთი მიმდევარის ქადაგება. როგორ დაიპყრონ დასავლეთი. პირველი, ჩვენ დაგიპყრობთო ჩვენი ქალების საშუალებით. ჩვენი ქალები აჩენენო ხუთ ბავშვს. თქვენი ზარმაცი და ეგოისტი ქალები კი ერთს. შედეგად დაახლოებით 70 წელიწადში გაგწევთო ისტორიის ასპარეზიდან. მეორე, ეს ყოფილა ჰიჯრა. ჰიჯრა ყოფილა ემიგრაცია. მილიონობით მაჰმადიანი მიზეზით თუ მიზეზოდ გადადის ქრისტიანულ ან პოსტქრისტიანულ ქვეყნებში საცხოვრებლად. და მესამე, თქვენს საცოდავ დემოკრატიას შემოგიბრუნებთო თქვენდავე საწინააღმდეგოდ. როგორც კი რომელიმე ჩვენიანი რაიმეს დააშავებს, მაშინვე ავყვირდებითო, რომ ხართ ისლამოფობები და ადამიანთა მდევნელები. ვინმე ისტორიკოსი ან ისლამის რელიგიის მცოდნე თუ ეცდება და გაგვარკვევს, რაიმე სიღრმისეული ფესვები ხომ არ უდევს ევროპაში, ამერიკაში, საქართველოში მაჰმადიანთა მასიურ მიგრაციას, კარგი იქნებოდა. რატომ უნდა ჰქონდეს მდიდარ და შემდგარ ისლამის мотивация, რომ გადასახლდეს სხვა ქვეყანაში. სავარაუდოდ, ეს მასიური მიგრაცია არის ერთი დიდი გეგმის ნაწილი, არავითარ თვითშემოქმედებაზე აქ საუბარი არ არის და ეს სავარაუდოდ ასევე არ არის რომელიმე ერთი სამშენებლო კომპანიის და რომელიმე ერთი უფულო ქვეყნის მთავრობის რაღაც აკვიატებული იდეები. საქმე უნდა გქონდეს რაღაც ერთიან გეგმასთან. შესაბამისად, გეგმას უნდა დაუპირისპირდეთ გეგმით. რაღაც სისტემაში მოყვანა საჭირო ამ ყველაფრის. ვინც არაბიზაციას ეწინააღმდეგებით, მინდა გითხრათ ასეთი რამ, თქვენ უპირისპირდებით არა მარტო ადამიანებს, მილიონერებს, რომლებიც ღარიბების ქვეყანაში გადმოდიან საცხოვრებლად, არა იმ მთავრობას, რომელმაც ეს ჩამოსახლების ხელშეკრულება საიდუმლოებით დაფარა და არც კი გვეუბნებიან რა ხდება, არამედ იმ სულებს, რომლებიც იმ ადამიანებს აქეთ აგზავნიან საცხოვრებლად. არანაირი ჩვენი გონება מחვილობით და ცოდნით და გამოცდილებით და ნაცნობობით და ასე შემდეგ. ჩვენ ვერ შევძლებთ გადავლახოთ ამ დაცემული ანგელოზების და მათი მორჩილი ადამიანების გაერთიანებული წინააღმდეგობა, თუ ღვთის ძალით არ ვიომეთ. ამიტომ ლოცვის და მარხვის, აღსარების და ზიარების გარეშე დაპირისპირება არც კი იფიქროთ. მერთმა გაგახაროთ.